გამარჯობა ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი, დიდი პოლიტიკური მოღვაწე თავის დროზე ბატონი პეტრე მამრაძე. უნდა გითხრათ რომ ბატონი პეტრე მამრაძე აი ამ ბოლო ხანებში ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მოვიწვიე თქვენთან სასაუბროდ. რატო? ალბათ გაიკვირდებათ. იმიტომ რომ ბატონ პეტრეს იმდენი ინფორმაცია აქვს საერთოდ და ზუსტად იმ მოვლენების იმ პროცესების შუაგულში იყო, როდესაც წყდებოდა სოფლიოს ბედიც კი შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მას უმუშავია ახლა ვინ როგორ აფასებს და რა კონტექსტში განიხილავს შევარნაძის მოღვაწეობას, ეს მეორე საკითხია. თავისთავად ცხადია, შეიძლება ბევრი მომენტებში მე დადებითი არ მქონდეს, დადებითი შეხედულება და დადებითი აზრი არ მქონდეს მის მოღვაწეობაზე, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში და განსაკუთრებით აფხაზეთის საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ბატონმა პეტრე უფრო მეტი იცის ამის თაობაზე და ის გვეტყვის ჩვენ ამის შესახებ. მოგესალმებით ბატონ პეტრე, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობელი მოწვევისათვის. მართლაც მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით გიწევთ ხოლმე, დიდი სიამოვნებით მინდა თქვენ მოგისმენოთ, იმიტომ რომ თქვენნაირი პიროვნებასთან საუბარი, თქვენნაირი პიროვნებასთან ერთად ეთერში ჯდომა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ძალიან ბევრი კარგი სიახლეების და სიკეთის მომტანიც არის, ასე ვთქვათ, ფიგურალურად რომ ვთქვათ. ბატონო პეტრე, მე მინდა ერთი შეგახსენოთ თქვენ უბრალოდ თქვენაც შეიძლება იცოდეთ, შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ ერთი არის ცნობილი ინფორმაცია და მეორე არც იცი. მე ეს ეხება შევარნაძის ეპოქას და ესე და მის სიტყვებს და მეორე ეხება სააკაშვილის ეპოქას და მის სიტყვებს. აი შევარნაძე მე ვიცი ჩვენ რომ მაგერ YouTube-ს ძედებს ამაზე YouTube-ზე დებს მაგის შესახებ ძალიან იცეთი, ასე ვთქვათ, საჯარო ინფორმაცია, როცა შევარნაძემ თქვა. მე იცით რა, აფხაზეთიდან რუსეთს გასვლა არ უნდათ. მე ბევრი ვეცადე, მაგრამ კარებიც არ მოვიხურე, მოვიჯახუნე და მე ისევ ვცდილობ რომ და მოვალბად რომ როდესაც რუსეთი აფხაზეთზე იტყვის უარს. ეს ერთი. თავად სააკაშვილის თქმა უნდა გეტყვით თქვენ. ერთი ჩემი კოლეგა, რომელიც სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა, მე სახელდაგვარს არ დავასახლებ, აქ ახლა იმიტომ რომ მაგის ნამდვილად ეს არ იქნება ზოგადად ესე ვთქვათ სენსიტიური, ამ შემთხვევაში ისეთი საკითხია, რომელიც არ უნდა გაჟღერდეს თვითონაც თავისი აზრიდან გამომდინარე. და მას უთქვამს ესეთი დეტალი ამ თავის მრჩეველთან, როდესაც ისინი ერთად იყვნენ და ძალიან გულახდილს დიალოგზე მოდიოდა და ეს უყვარდა გულახდილი დიალოგი სააკაშვილით თქვენ მოგეხსენებათ ზოგჯერ და მას უთქვამს ასეთი რა. როდესაც ის პირველად შეხვდა, პირველი ვიზიტი სააკაშვილის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში და შეხვდა პუტინს. პუტინთან ვისაუბრეთო და პუტინის საუბრის დროს მე როდესაც მას უთხარიო რომ როგორ გადავწყვეტოთ ეს საკითხები, მან ასეთი რამე მითხრა. სამხრეთ ოსეთის, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებადიაო. მაგრამ რაც შეეხება აფხაზეთს, ეს რთული საკითხიაო. და მას არ ვისაუბროთ. ახლა მე რა მაინტერესებს ბატონო პეტრე? აი თქვენი აზრი მაინტერესებს. ახლა მე ჩემი აზრის დაფიქსირება ახლა მე მონოლოგს ხომ არ წავიკითხავ, ბუნებრივია და ახლა მე ჩემ ტელემაყურებლებს ისედაც ჩემი აზრი, ჩემი აი როგორ წამყვანისაც ისედაც ამოიკითხავენ ჩემ შეჭებს ნათქვამში, მაგრამ მე თქვენნაირი გამოსილი პიროვნებისგან მინდა ეს გავიგო, თქვენნაირი პოლიტოლოგისგან მინდა ეს გავიგო. რას ნიშნავს ან ერთის ნათქვამი, ან მეორეს ნათქვამი და რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ აი ამ ორი პიროვნების ნათქვამიდან გამომდინარე? ისეთ როგორია. ჩვენ გვახსოვს რუსეთის წარმომადგენელთან მათ შორის სრულიად გულწრფელი გულახდილი განცხადებები, გრაჩოვით დაწყებული. დიახ. აფხაზეთი ჩვენთვის სტრატეგიული პლაცდარმია, ჩვენ აფხაზეთს არასოდეს არ დავთვალთ და არ დავუბრუნებთ საქართველოს. ეს არის გრაჩოვის საჯარო განცხადება, მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი. ვინ იყო მაშინ? თავდაცვის მინისტრი რუსეთის ფედერაციის. რუსეთის ფედერაციის, გრაჩოვი. გრაჩოვი, დიახ. ეს არის
ეს ამ ადამიანს ისიც შეეძლო თქვა მართლა სეროდონესში იყო სადღაც წყალშინავზე იმყოფებოდა და აი როცა სასტიკად დაიბომბა სოხუმი რუსეთის სუებით გახსოვთ თქვენ ეს ან როგორ იქ ვიყავით 23 წელს და დაიღუპა ბევრი ადამიანი 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მხოლოდ იმ დაბომბვის დროს რომ დაღამდა რამდენი ბავშვი დაიღუპა რომ დაღამდა ამ ეგრეთ წოდებული ლუსტრა ბომბებს აკიდებდნენ ლამპობებს და ის აგზელებდნენ დაბომბვას 900 მუშაობდა ბომბაჩენი და პრაშომა თქვა ქართველებიო ღებავენ რუსულ ფერებში საკუთარ თვითმფრინავებს და მე ბომბავენ რომ ჩვენ დაგვაბრალონ აი ესეთი დრო იყო მაგრამ აი ესეც თქვა რომ პლასტარები რომელსაც არასოდეს არ დაუთმობთ არა ერთხელ ითქვეს სააკაშვილმა ამ შემთხვევაში თქვა სრული სიმართლე ნაწილობრივად მაინც ყველაფერი მთელი ვერ მოყვა იმიტომ რომ ორი ადამიანი კიდევ ესწრებოდა ამ შეხვედრას და მე მქონდა საშუალება ორივე ადამიანისგან მომესმინა რას ამბობდა სააკაშვილი, რას ამბობდა პუტინი და ეს დაემთხვა სრულიად და მინდა გითხრათ რომ ესე იგი მართლაც და ღალატი საქართველოს წინაშე სააკაშვილმა სულ მალე ჩაედინა ამ საუბრის შემდეგ საუბარი იყო ასეთი ხასუსან ორი ადამიანი ვისაც ეკუთვნოდა რუსეთის მხრიდან საქართველოს მხრიდან დასწრება კიდევ ეს ინიშნავდნენ ყველაფერს და მე მათთან მქონდა საუბარი მე მოგიყვებით ცხადია პუტინმა თქვა რომ მე რაც შეეხება როცა წამოიწყო სააკაშვილმა ცხადია რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს მე ვფიქრობ რომ აქ შეიძლება ჩვენ ერთად ვითანამშრომლოთ დავიწყოთ საერთო პროექტებით ეკონომიკური პროექტებით, სოციალური პროექტებით, კულტურული პროექტებით დავიწყოთ, ნდობა აღვადგინოთ და იქ კიდე თქვა 2 თუ 3 წელიწადში შეიძლება უკვე გავიდეთ იმაზე, რომ სტატუსზეც ვისაუბროთ. სტატუსზე რა თქმა უნდა საქართველოს შემადგენლობაში. იგულისხმება საქართველოს შემადგენლობაში. კი, შემადგენლობაში. როგორი სტატუსი ექნებოდა და სააკაშვილი ამას ყველაფერს ეთანხმებოდა. აი რაც შეეხება აფხაზეთს თქვა და განსაკუთრებით ლაპარაკობდა თქვა აი აფხაზეთის სიმხარეზე რომელიც სულ სეპარატისტების მიერ იყო დაკავებული ამ კონფლიქტის დროსა და ასე შემდეგ ეს გაცილებით რთული პროცესი არისო და ეს თქვა აი დრომ უნდა გვაჩვენოს როგორ იქნება ეს ყველაფერი თორე ამ ახლა არაფერს არ გპირდები აი ესე მას შეეხება აფხაზეთს ну თქვენ გავსვათ მე უკვე 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სააკაშვილის ამ შემზარავი სისხლიანი სამხედრო პოლიტიკური ავანტურის შემდეგ რომელიც დასრულდა გარდაუვალი კრახით მთელი საქართველოსის რომელსაც სააკაშვილი მე ამბობდა უცხოელების ინტერვიუში გამოდის რომ პუტინმა ყველაფერი სწორად გააკეთა და აწეს საქართველოს აღარასოდეს აღარ მიიღებენ არც ნატოში და არც ევროპულ გაერთიანებაში ასეც არ მიიღებენ თვითონ ამბობდა სააკაშვილის სკანდალის იყო მის ინტერვიუების გამო მაგრამ რა იყო მაშინ შემზარავი ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს დაშორდნენ და პუტინმა აღნიშნა თავისიანებში მაშინ რომ აი ნორმალური ახალგაზრდა კაცი ჩანს ფიქრობ მას შეიძლება ვენდოთ შევლეზე მაინც ვაიყო და შევადნაძესთან ჩემ ბატონო კგბ-ს პოდპოლკოვნიკს პუტინს პოდპოლკოვნიკმა მიიღო როცა გადადგა. ვიცე-პოლკოვნიკი ძალიან უჭირდა, რომ მის წინაშე იჯდა პოლიტბიუროს წევრი გენერალი. მოგესალმებით იმ დროინდელი გენერალია. ხო, აქ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სამინისტროს გენერალი. თავისი ასე თქვა, მთელი ამ წონით, მათ შორის უცხოეთში, წონით. რომელმაც გააფრთხილა იგივე იუგოსლავიაზე რომ ნუ გონიათ რომ რაღაცა წინააღმდეგობას გაწევს იუგოსლავია მაშინ ასე ვთქვათ ამაგების დროს 99 წელს და ასე შემდეგ ეს რუსეთი და არაერთხელ სხვა დროსაც ხო და ეს უჭირდა იმიტომ რომ აი იწყებდა და იშიფრებოდა მაშინად და კიდე ესეთი ახალგაზრდა კაცი ეხლა რა ხდება ამ დროს ამის შემდეგ სააკაშვილმა მოგესალმებათ ეს ავანსი მიიღო და ასლანაბაშიძემ დატოვა ბათუმი ლუშკოვმა წაიყვანა
ლუშკოვმა წაიყვანა მაშინ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ხისკო ჩამოვიდა საგარეო საქმეთა ჩამოვიდა იყო აქ ასე ვთქვათ დიახ ვიცით ეს ყველაფერი მაგრამ წაიყვანა ლუშკოვმა სპეციფიკად ჩამოვიდა ლუშკოვმა წაიყვანა ეს იყო ავანსი და ამის შემდეგ სააკაშვილი თვითონ ამბობდა მთავრობის თამაზე მე ეიფორია დაგვეწყო მხოლოდ შეიძლება თქვა ჯობდა დამეწყო სულ ცოტა ხანში ორ კვირაში აცხადებს რომ ახლა ცხინვალის რეგიონის ბედის ასე ვთქვათ ადვად გადასაწყვეტია ამას ჩვენ რამდენიმე კვირაში თუ რაღაცა თურთვეში მოვახერხებთ და რატომ იყო ასე დარწმუნებული ბატონ პეტრე იცით თავისი ფსიქოპათიის გამო ფსიქოპათია თავის არ წმუნდა და აი ის რომ ასე წავიდა აბაშიძე და ასე დაბომბას აპირებდა ბათუმის დაბომბას იმ მომენტში ყველაფერი მზად იყო ეჟვანი რო შედიოდა მაშინ გადავიდა იმ უკვე აფეთქებულ ხიდზე და ასე შემდეგ უკვე არის ვერითმენდა ფსიქოპათია და საწყალი არის ნამდვილი მონა თავისი ფსიქიკისა ხო და ჰუმანიტარული შტორმი გავსო ცხინვალზე აბა გზების აშენება აბა ქურთაში ესე იგი შტაბილის აშენება და ცხინვალი ექცეოდა ასე ვთქვათ პირდაპირ ასე ვთქვათ ტრიალიო როგორც გარშემოწერილი იყო გარშემოტყული იყო აი ამ ჩვენი უკვე შეგზავნილი ნაწილებით ვანაჩი გავსოთ ალბათ რას მოხდა მაშინ 4 წელს როცა დააჩოქეს ჩვენი რატომ უნდა ყოფილიყვნენ ვანაჩში საქართველოს შეგანი ჯარის წარმომადგენლები ხო ბევრი რაღაცა მოხდა და პუტინმაც არ დაყოვნა პუტინმა თქვა თავის ენებში რომ ამ ადამიანმა მომატყუა რუსული სიტუაცია გამოიყენა ეს ბანდიტური პეტერბურგიდან ვიტყვი კინო მინიან ხო მინიან კინო ამას მიყვებოდა ძალიან ცნობილი რუსი ჟურნალისტი რომელიც ჩამოსული იყო მე საქართველოში 1-4 კაცი დავრჩითო და ესე ყვებოდა რომ ხო ხედავთ რა ხდება იმიტომ რომ დაპირდა სააკაშვილი მაშინ რომ დიახ ამ გზას მიყვეთ თანამშრომლობა ცხინვალთა დაკავშირებით ყველაფერი ასეთ უნდა იყოს და მე პუტინი გამოვიდა და თქვა ჩვენ მაშინ გთხოვა საქართველოს ხელისუფლებამ რომ მიგვეღო ასლან აბაშიძე ჩვენ ვიკითხეთ კი მაგრამ ამ კაცის მიმართ რამე გექნებათ პრეტენზიები ან საქმის აზრს ხო არ აპირებთ და არაფერი ეხლა კი საქმე აღიზრა და ითხოვენ მის გადაცემას და ჩვენ რა ვქნა სიტყვა გავტეხოთ რა სიტყვითაც გამოვიყვანეთ ეს ადამიანი ჩვენ ამას არ ვიზამთ თქვა პუტინმა ანუ მაშინ დაისხვა მთლიანად ეს დობის ელემენტი და მე მინდა შევახსენო ყველას 2004 წლის 19 აგვისტოს 58 არმია მარშით მოდიოდა როკის გვირაბისაკენ ანუ სრული რეპეტიცია იყო იმისა რაც მოხდა 2008 წელს 4 წელს 2004-ში მოდიოდა რუსული ტელევიზია აჩვენებდა აბა ჯავშან მანქანები ჯავშიანი მანქანები ეგწოდებული ბეტერები აბა ტანკები ბოლიას დიოდა ყველაფერი ეს მოდის ეს არმია ჩვენ ბატონო მანამდე სააკაშვილის განცხადება გახსოვთ თუ მე მიგზავნოს დაგომისის ხელშეკრულება რომ აღმართო ცხინვალის შუაგულში ქართული დროშა 2004 წელს ლაპარაკი 20 წელს მე მაშინ გავდივარ დაგომის ხელშეკრულებიდან აბა ამერიკელები აბა ასე ვთქვათ იქედან უკვე საჯარო განცხადებები მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაჩერდეს პატივისცემს და ასე შემდეგ იცოდა რომ კატასტროფა იქნებოდა ბოლოს უკვე როცა თითქოს არაფერი შველოდა და მქონდა სულ კონტაქტი ჟვანიასთან ვაფრთხილებდი მაინც ესე იგი შეისმინა ის რომ კატასტროფა აგი მოდიოდა არმია და გაჩერდა 19 აგვისტოს განცხადება გააკეთა რაც შეეხება აფხაზეთს იმასაც გეტყვით 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა გასცა ბრძანება კოდორის ხეობიდან შეტევა განახორციელებინა სოხუმზე ეს ბრძანება არსებობს ბრძანება სადია ყველაფერი ზეპირად აბა იმის ბრძანება არსებობს რომ როენშაბაძე მოეკლათ სადისტურად ან ცინდელიანი ან სხვები პოლკოვნიკი რომ წამებით მოკლეს და სხვები ძალადობით ხო იცოდა იმან და იმედო ალბათ რაღაცა ინფორმაცია ჰქონდა ისეთი ხო ვისა იმ პოლკოვნიკს პრაკტიკულად უბრალოდ დემონსტრირება ხდებოდა იმისა რომ აი ჩვენ ვანადგურებთ
მტრებს და ასე სინდელიანმა რა სინდელიანი როცა დაიწყეს მისი წამება და შენო გაერცი საიდუმლო და რა საიდუმლო აი შენ ხო დაგირეკაო რუსმა გოგომ ისმენდნენ ბუში სამაპარატორის მოსკოვიდან ხო ელაპარაკიო კი ბატონო მაგრამ ხო მოისმენთ რა უთხარი რაც ტელევიზორში ვნახე ის უთხარი ხო ამას ხო ადამიანმა რომელიც იმყოფებოდა იქ კოდერის ხობაში ხო და ასე იყო ეს ამბავი ყველაფერი ასე თქვა ეს ჩაიმსხრა მინდა ისიც გითხრათ რომ სერგეი ბაღავშმა უთხრა ძალიან ცნობილ ჟურნალისტს ეს კაპიტანი ცოცხალი უბრალოდ გადამდგარია პილარ ბონეს ელ პაისის ჟურნალისტს ესპანელ ჟურნალისტს უთხრა გარდაცვალებამ და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯერ კი იყო პრეზიდენტი იყო მან თქვა და ეს გამოქვეყნებულია რუსეთს აფხაზეთისაგან სჭირდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროს 200 კილომეტრი არავითარი სხვა ინტერესი მათ არ აქვს არ ჩვენი ბედი არ აინტერესებთ ეს ძალიან გაბედური განცხადება იყო ძალიან ხმამაღალი განცხადებაა არც ეს არაფერი უკვე ესე გამწარებული ადამიანის ნათქვამი იყო მხოლოდ ეს კარგი იქნებოდა რომ საქართველოს ხელისუფლებას თბილისში ეს ესმოდეს მაგრამ კარგი იქნებოდა და გავსოთ რომ სააკაშვილმა ეს დროებითი მთავრობა აიყვანა აჟარაში თვითონ ავიდა და ტელევიზიის სურათი გავსოთ რომ ყვინოდა აი ქვევით მშიერი ტურების ხედან და ელოდებიან რომ აქედან ლუკმას გადავუგდებთ სულ მალე თქვენ ყველანი იქნებით სოხუმში და იქ თქვენი მთავრობა იქ მუშაობს ახალში ხო გავსოთ ბაღავშვილ შემოშთვალა მაშინ მე ვარ მშიერი ჰიგიენა თქვენ ხართ მოწმე კი შემოთვალა ბაღავშვილ რომელიც თამაშობდა გააღმორ საქართველოს ეროვნულ ახალ ჩამოსული იყო იცით ავტოესელათოს მეცემალა ჩვენი შეგვახვედრა მაგი კი და ასე შემდეგ და მე შენახვედრი ვარ სანამ პრეზიდენტობაზე ბაღავში გზნობდა რომ აქ რუსეთის ინტერესი სულ სხვა იყო და არა აფხაზეთი აფხაზეთის აფხაზი ხალხი არა მარტო გზნობდა მანამდე ჩურჩიმოთ ეუბნებოდა იგი უცხოელებს და ამ შემთხვევაში დაბეჭდეო თქვა და ეს დაბე გამოქვეყნებული ელპაისში მიყვებოდა პილარ ბონე რომ ბაღში გამომაცილებდა ხოლმე და იქ უფრო მეც მეუბნებოდა ვიდრე შენობაში მეთორ ჩაწერის ერიდებოდა ესე მე იმას კი არ ვფრთხო რაღაცა საჩვენო ძალიან კარგად განწყობილი ადამიანი იყო არა მე ფაქტებს გიყვებით ეს არის ფაქტი რასაც გიყვებით ფაქტი და ნუ დასკვნით შენმა ტელემაყურებლებმა გააკეთონო კი აი ასეთი ფაქტები იყო ასე რომ რაც სააკაშვილმა ჩაედინა მაშინ ნაცვლად იმისა რომ პუტინს რომ მისცა ეს პირობა რომ დიახ ეს ძალიან კარგია და მადლობელი ვარ და განვახორციელოთ ეს ყველაფერი ხო ამის ნაცვლად მაშინათვე თბილისში ჩამოსულმა დაიწყო ეს შტურმი ჰუმანიტარული შტურმი მოგეხსენებათ თქვენ გახსოვთ მაისის თვეში 26 მაისს 24 წელს რო თქვა რომ საქართველოს ტერიტორიულთანობა აღდგება ჩემი პრეზიდენტობის პირველივე ვადის დროს კი ასე თქვა გახსოვთ კი მახსოვს და მე უცხოელები მეკითხებოდნენ დიპლომატები ანალიტიკოსები და რას ნიშნავს ეს მე ვეუბნებოდი ეს ნიშნავს რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც ჩვენ დავკარგავთ განუსაზღვრელი დროით სააკაშვილის პირველივე ვადის დროს ამას ნიშნავს მეთქი და ნახეთ რო არ გადამდგარიყო 7 ნოემბრის შემდეგ გადამდგარიყო აგვისტო უწევდა მის პირველ ვადაში ბატონო პეტრე აქ ჩავეკითხებით ასეთ რაღაცას აი რუსეთის ფაქტორი ამ შემთხვევაში ნუ ახლა ჩვენ ვხედავთ ახლა შევარდნაძე გიძახოდა თავის დროზე რომ მიცით რა აფხაზეთის გასაღები ხან ვაშინგტონში იყო ხან ბრიუსელში იყო ხან მოსკოვში იყო მაგრამ მოსკოვში რომ არის ამას ვხედავ ჩვენ მაშინ მე ერთი რამე მაინტერესებს თუ ეს ზოლი ეს შავი ზღვის ზოლი თუ აინტერესებს ის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი რუსეთს კი მაგრამ რუსეთს ახლა უკრაინა და ყირიმი თავის ხელს იელდა ნუ რას უკაცრა მთელი ფლოტი გამოყვანილია და მოგესალმებით ნაწილი ნოვოროსიაში ნაწილი ოჩამჩილეში რუსეთის ფლოტის საერთოდ ვერ დადის შავ ზღვაში სამხედრო ფლოტი
ვინაიდან უკრაინის რაკეტები წვდება უკრაინის დასავლეთის რაკეტები დრონების და რაკეტების და თავისთავად რადიოლოკაციური სისტემები რომელიც ახშობს როგორ ჩაძირეს კრეისერი მოსკოვი ფლაგმანი კრეისერი გასულ და სხვა საერთოდ იქ არ ჭაჭ ამიტომ არის რომ ხორბლის გატანა თუსმა უკრაინას საერთოდ აღარ უჭერს შავი ზღვაში რუსეთი დამარცხებულია მთლიანად ამეტებს ეს ფაქტია შეგიძლიათ ნახოთ მთელი ამ თვეების და თუნდაც ბოლო წელიწადნახევრის მონაცემები არაფერი იქ აღარ არის აფხაზეთში არის ოჩამში სასწრაფოდ მოაწერეს ხელი კიდევ ერთხელ შეკრულებას ოჩამში სპორტთან დაკავშირებით და აი ეს 200 კილომეტრი ახლა არის ძალიან ძვირი იმას არ დათმობს რუსეთი კი მაგრამ მე მინდა ადრეს მithქვას მე მახსოვს თქვენთან საუბარში მithქვას მაგრამ აი ხაზგასმით იმიტომ რომ პაპაჩემი პეტრე მამრაზე ამბობდა დამოუკიდებლობის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლებში 1918-21 რომ სასურველის სინამდვილედ გასაღებამ ჩვენში საქართველოში მიიღო ეროვნული უბედურების მასშტაბი. ეს ახასიათებს ჩვენი ბედნიერიერის ნაწილს, აი ფრაქციას, რომელსაც დღესაც შეიძლება ბედნიერიერი უწოდო. ბედნიერი ილიას გაგები, მაშინ როგორ ბედნიერი ვარ? გერონტი კიკოძე წერს, რომ მაშინ ღვინა ვერ გადიოდაო იმ წლებში და არა და მოსავალი კარგი იყო და სულ კეიფები იმართებოდა 18-21 წლებში. მოვიდოდა ცნობა რომ ნორვეგია მცნო. არიქა ორი კვირა იყო გადაბული კეიფი ნორვეგია მცნო. რა ამით რომ ნორვეგია მცნო, ხო? ეს რეალურად რას გმატებს ამ ეს. მაგრამ ეგეთი გაწოლები იყო. ეხლა ბევრი ამბობს რომ როგორ ვერ მოილაპარაკა შევარდნაძემ აფხაზეთზე რა რუსეთთან როგორ მიმილაპარაკო. ძალიან კვეთრი და მტკიცე და ურყევი პოზიცია დღემდე რუსეთის ელიტების მხრიდან, პოლიტიკური ელიტებისთან სრული კონსენსუსი ამხრივ. კონსენსუსი ასეთია. ყველა მინდა რომ იცოდეს. აი რომ მოვიდეს რაღაცა განსხვავებული მთავრობა, წარმოვიდგინოთ ეს ფანტაზია, ესე უწოდებული არის გონებრივი ექსპერიმენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ანალიტიკაში. წარმოვიდგინოთ რომ რომელიღა საქართველოს მთავრობამ შეხედა რომ დასავლეთში ასეთი ვითარებაა არც ნატოში, არც ევროპულ გაერთიანებაში არავინ არც მიიღებს საქართველოს არასოდეს ვიდრე რუსული ტანკები, აგერ თბილისიდან 30 კილომეტრში დგას სააკაშვილის და ბიძამისის, რომელსაც რუსეთში სხვანაირად თუ არა პრესაში, ვიდრე კგბ-ს გენერალს არავინ არ უწოდებს თებურალასანიას. ის ანდროპოვის მარჯვენა ხელი ყოფილა როგორც წერა ვიცი, მაგრამ ნუ ის როგორც არავინ არ მიიღო. თქვათ მიმართოს კრემლს და უთხრას. არც ნატო არ გვინდა. არც ევროგაერთიანება არ გვინდა, არავითარი დასავლეთში ინტეგრაცია არ გვინდა საერთოდ. მიგვიღეთ რუსეთის ფედერაციაში ფედერაციის სუბიექტად რესპუბლიკად. ხო ვიყავით SSR-ში? ვიყავით ასეთი 200 წელი. ხო და მიგვიღეთ და ერთი იმ პირობით რომ როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს აი ამ საზღვრებში რესპუბლიკა და არავითარი პრობლემები არ იყო მიმოსვლის, არავითარი საზღვრები არ იყო შიგნით ადმინისტრაციული ეხლა როდის გადავდიოდით კახეთში და როგორ გადავდიოდით აფხაზეთში და ასე შემდეგ რა მნიშვნელობა იყო, ხო? არაფერი. აი ეს რო ვიცხოვროთ ერთად. პასუხი იცით? მე ვიცი ეს პასუხი, მე მომისმენია. და მე მახსოვს გავაგნებული გიგა ლორკფენზე რო ჩამოვიდა რომ ესე ვერ დაელაპარაკებია ახლავს. თავის ძველ ძალიან კარგ ნაცნობებს ვინც იყვნენ დუმის წევრები მაშინ. სახალხო არტისტი საბჭოთა კავშირისა გიგა ლორკფენზე და სხვაები იყვნენ მასთან ერთად. პასუხი არის ასეთი. ეს ძალიან კარგია. უსათოდ შემოდით, კარები ღია. ოღონდ იცით, აი რაც მოხდა მაშინ და ეს ამაში ლენინის ბრალია და სტალინი კი აფრთხილებდა, რომ შოკოლადის ფილოსოფიით გამზადა საბჭოთა კავშირი, რომ მე ამ ფილებით გადამტარიყო და 15 რესპუბლიკა შექმნილიყო, ეს აღარ იქნება. თქვენ შემოხვალთ და ამას ჩვენ მალე გავაკეთებთ, ამბობდნენ ეს რუსები და მომისმენია ეს ამბავი. როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები რუსეთის ფედერაციის. აი ჩვენ ყველამ ვიცით ეს არის ჩეჩნეთი, დაღესტანი, ესე დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. და ასე შემდეგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლები. ყველა რუსეთის ფედერაცია. აი შემოვა ჩვენთან, ჩვენ შემადგენლობაში და დიდებული ქვეყანა შეიქმნება სუბიექტებად. აფხაზეთი, სამეგრელო, ცალკე. ცალკე სუბიექტი. შესაბამისად აჭარა
სამცხე ჯავახეთისას კომპაქტურად ცხოვრობენ სომხები. ქვემო ქართლისას კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სხუთი. და ოსეთი. რა რჩება? ქართლ-კახეთი რჩება, ხო? ოსეთი? ოსეთი თავისთავად თავისთავად სუბიექტი. ოსეთი სუბიექტად შემოდის, როგორ რატომ გამორჩა ახლა? იმიტომ რომ ოსეთი შეუერთდებაო სამხრეთ ოსეთი ყოფილი ჩრდილო ოსეთს. ჩრდილოეთ ოსეთს. ამიტომ ეს აღარ იქნება უკვე და იქნება ასეთი სუბიექტები, იქნება ოსეთი ერთი მთლიანი. აჰა. და ეს უკვე საქართველოს შემოადგენლობიდან გასული. რა თქმა უნდა. არავითარი ქართული რესპუბლიკა არ იქნება. ხო, არამედ იქნება რაც ჩამოგითვალეთ, იქნება რუსეთის ფედერაციის სუბიექტი აფხაზეთი, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გაერთიანებული ოსეთი, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი აჭარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგად ხურია ჩაფიქრებული ბჭყალები. ეს ჩაფიქრებული ასეა და ამას ციან ასე. აი ასეთი დანაწევრების დროს სტალინი რო აფრთხილებდა ლენინს, ცნობილია გამოქვეყნებული აკადემიკოს პივოვარმა გამოაქვეყნა. რომელიც იგი თქვენ დაიგრაეწის უთხარუსლოთ. სუდი ბედი გვერდის ჩვენ აი ამ რესპუბლიკების შექმნის გზაზე. რატო? იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ხდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ასტიშენე ის რა ქვია რომ შეიძლება ადრეთუგან მოითხოვოს გასვლა. რასაც ხოშვის ბერი აფრთხილებდა პოლიტბიუროს სტალინის გარდაცვალების შემდეგ ცნობილ წერილში გამოქვეყნებული ესეს, ხო? და აი ესეთი აჭარა პატარა ცალკე ან და აფხაზეთი, რომელიც ხდება სუბიექტი, ვერასოდეს ვერ მოითხოვს, რომ მინდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყო. ან სამცხე ჯავახეთი, ან ქვემო ქართლი ყოფილი, რომელსაც თავის ახლოს დააკვირდნენ სხვას. აი ეს არის ჩვენი მიზანიო, რომ ისეთი ერთიანობა შეიქმნას, რომელსაც არავითარი პრეტენზია რა კატაკლიზმების არ უნდა იყოს რუსეთის ფედერაციაში, არ იქნება, რომ აი მე უნდა გავხდე დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასე ეს საითგენ მიყავთ რა? ხოლოთ ეს არავითარი სხვა კომპრომისი, არავითარი სხვა ლაპარაკი არ იქნება. ბატონო პეტრე, იმას რა ვუყოთ, რომ ახლა ძალიან სერიოზულად დგას, აი თუნდაც თურქეთი რო ლაპარაკობ, თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთი ესე თურქეთი უნდა იყოსო. ის როგორ არის, ჩვენ შევდივართ და ეს ჩემი აზრი ნამდვილად არ არის. სოფლიოს წამყვანი, სოფლიოს სახელის მქონე მეცნიერები, ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები და ასე შემდეგ, ყველანი თანახმა ერთ რამეზე. კაცობრიობა, მთელი გლობუსის, ასე ვთქვათ, მასშტაბით, მთელი დედამიწის მასშტაბით შევდივართო რევოლუციების ეპოქაში. რევოლუციებში მას კი არ გულისხმობენ, რომ მაინც და მაინც ხალხი დარბის იარაღით ქუჩაში და ამხობს ხელისუფლება და არა. რევოლუცია, ანუ ძირეული ცვლილებები. ყიჩერი გარდაქმნები. კი, სწრაფი გარდაქმნები, ეკონომიკური, პოლიტიკური მოწყობისა. ალბათ ამან ტერიტორიული საზღვრები და ასე. ჩვენ შევიდეთ იმ ეპოქაში, რომ ამერიკის პრეზიდენტმა შეიძლება თქვას, რომ კანადა რო შემოვიდეს, კარგია ხომ და იქ ახლა პანამა ხო? პანამას ამას არ მოვითმენ და უბრალოდ ავიღებთ და წავიღეთ პანამა. გრენლანდია აქ წამოვიდეს. პანამა გაანადგურა ამერიკამ. კი. არა, ნუ პანამა ეს ამის თქმა საკმარისი იყო და წარმომადგენელი გააგზავნა ტრამპმა და პანამა იმ დღესვე გავიდა ჩილეთის პროექტიდან ერთი სარტყელი, ერთი გზა, ერთი სარტყელი. შესაბამისად გადახედეს არხის ექსპლუატაციის პირობებს, ხო? ანუ სხვა გზა არის, სხვა ეპოქაა. მეორე დღეს ვგებულობთ, რომ $1 ტრილიონი ჩამოიშალა შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი ეს კომპანიების კაპიტალი, იმიტომ რომ ჩინეთმა გამოუშვა სრულიად ახალი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტისა, DeepSeek, რომელიც არის გაცილებით სწრაფი, გაცილებით ეფექტიანი და თანაც პრაქტიკულად უფასო. და გაუსრო ძალიან შეერთებულ შტატებს, როდის დაეწევიან, როგორ დაეწევიან კი, როცა 200 მილიონზე მეტი უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი მუშაობს დღეს ჩინეთში, მომზადებული ისე, რომ შეერთებულ შტატებს არ ახდ. აი ესეთი ცვლილებები ხდება. გესმით, ამიტომ რაღაცა პროგნოზირება იმისა რა იქნება, როგორ იქნება, ძალიან რთულია. მაგრამ აი რაც შეეხება გეგმებს და მადას, ეს არის ძალიან სერიოზული. მინდა გითხრათ, ბატონო პეტრე, ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახლა ეს მე ისევ აფხაზეთთან მართებაში აფხაზეთის კონტექსტში მინდა ეს თქვა თუ არა ახლა ბუნებრივია ახლა რუსეთ და უკრაინის ომზე იმდენი იწერება და იმდენი ითქმება რომ აი მაგათაც პუტინის და
ტრამპის საუბრიდან გამომდინარე, რომ ამას მე დავამთავრებ აუცილებლად გულად იხოცებიან ახლა, ну, რა ვიცი, ახლა მე სამ დიდი სახელმწიფოების მეთაურები და ყოველთვის ომი დამწყებები, ესენი დამომწყებები, ესენი იყვნენ და ეგ ადამიანები რო იხოცებოდნენ ახლა, იქ რო იხოცებიან ადამიანები, ახლა ეს ყველა მიცის, მაგრამ ეთყობა ეს უბრალოდ სტატისტიკაა ჩვეულებრივი მათთვის და მე ბევრს არაფერს არ იცავს, იმიტომ რომ კაცობრიობა ზოგადად ალბათ ამ ადამიანების ასე ვთქვათ გაწყვეტით ბევრს არაფერს არ კარგავს. Ну, ახლა ალბათ ასე ფიქრობენ ისინი, მაგრამ ყველა ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა და უკვე ბევრი ადამიანის სიკვდილის სტატისტიკა, ესეც ვიცი ძალიან კარგად. ამ შემთხვევაში იკვეთება ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი თურმე უკრაინაში ამერიკის ძალიან დიდი ინტერესით ებოლა იგივე სხვადასხვა იშვიათი მეტალების მოპოვების თვალსაზრისით და ეგ რაღაც 500 მილიარდიანი ინვესტიციის ჩადების საკითხმაც გაიჟღერა ეგ ტრამპის ნათქვამში. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი თუ კი ეხმარებოდა გარკვეულწილად ახლა ეხმარებოდა ახლა ამერიკის იარაღით იყო რო ებრძოდნენ რუსეთს და რო ეგონათ რომ აი რუსეთი დამარცხება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაწყდება. ეს ახლა საპნის ბუშტივით რო გასხდა ვიცით ახლა მას და ამ შემთხვევაში უყურეთ რა ხდება. ამ შემთხვევაში ამერიკის ინტერესები გამოიკეთა უკრაინის მიმართ და ბუნებრივია უკვე ამერიკას უკვე რუსეთთან მონახავს ის საერთონას, მაგრამ რაღაცის სამაცვლოდ. ხომაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცის სამაცვლოდ ჩემი აზრით ეს ის იქნება, რომ ახალ რუსეთს უნდა მოუხსნას სანქციები, რაც თავარია რუსეთს უნდა მისცენ თავისუფალი ვაჭრობის უფლება და საშუალება და რუსეთის ეკონომიკა თურმე მე როგორც ვიცი და მაქვს წავიკითხე სხვათა შორის გარკვეულ საიტებზე ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე მე არ მახსოვს სამწუხაროდ დასახლება რუსეთი ამ ომის პერიოდში მარტო 9 ტრილიონით არის გაზრდილი რუსეთის ეკონომიკა. ეს ბლეფია, რა თქმა უნდა. ბლეფია? ეს არის სრული ბლეფი. არ ვიცი, ახლა ზე წერია და ყოველ შემთხვევაში ეს, მაგრამ მე რას წერია, ფაქტს ვასახელებდა. რამდენად სწორია ეს უკვე მე. მაგრამ ისის გამოქვეყნდა ანალიზი სერიოზული რუსი მეცნიერებისა, აი საფეხურ რო ემატება ეს ყალბი ციფრები და როგორ იზრდება, რასაც SSR-ის დროს მიგეხსენებათ ამის დიდი ტრადიცია კიდოსტატები იყვნენ და SSR-ი ამის უსწრებდა თავის ეკონომიკით, ვის აღარ უსწრებდა. ამ დროს რეალობა იყო ისეთი, რომ ვეიბერთა და ქვეყანა ჰქონდა შემოსავალი General Motors-ზე ნაკლები. ეს ერთ კომპანიაზე ნაკლები, ეს ცნობილი სიტყვები რეიგანის რას მელაპარაკები. ხო და მე დავამთავრებ ბატონო პეტრე, ხო დავამთავრებინოთ. ესე იგი რა გამოდის ახლა რომ თუ კი უკრაინის პრობლემა წყდება, მაგრამ უკრაინაში თურმე წყდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ეს უკვე ბლეფია. ვინ იფიქრა, რატომ იფიქრა, არ ვიცი რა. დიდი აფიურა იყო ეს, ხო? კი. არა, მე არ ვიცი ვინ აფცელებდა ამას საერთოდ. ასეთ იდეას, რომ უკრაინაში გადაწდება თქვა აფხაზეთის ეს ჩვენს ხელისუფლებიდან არ გამიგია ეს მე. არა, ჩვენ ხელისუფლება არის ეს ოპოზიცია ყვებოდა და ისეთი ადამიანები, ვინც ცოტა ესე არიან განწყობილები. ხო და ეს არის რა თქმა უნდა, ბატონოში იმისა, რომ რაღაცა სასურველი. ბატონო პეტრე, აი ახლა უახლოს მომავალში მოსალოდნელი არის შეხვედრა პუტინისა და ტრამპის და თანაც ეს შეხვედრა საუდის არაბეთში უკვე ახლა აღმოსავლეთი ძალიან კარგად კი არა, ძალიან დადებითად ჩემი გადასახედიდან ძალიან დადებითად წარმოჩინდა მსოფლიო რუკაზე. უკვე ახლა ისე არ არის აქ შემთხვევით ახლა ეს ორი მეგა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა რო ხდება ერთმანეთს და მაინც მაგრამ საუდის არაბეთი ხო ვიცით და ამხელა ძლიერი ქვეყანა. ამხელა ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესი არმია მსოფლიოში, რომლის მაგაწყავს. ბადალის საერთოდ არ არის ევროპა. მაგით იმიტომ რომ მაგით ახლა ოქროს სასახლები და ოქროს ისინი აქვს აბანოები და ახლა მაგენითვის ახლა ეს თქვენ წარმოგიდგენთ ნავთობის სოფლიო მარაგის და ალბათ ბევრს უნახავს ნამყოფს არა ვარ, მაგრამ მე თქვა საუდის არა ნამყოფი არც მე არა ვარ, მაგრამ ემირატები და სხვა მათი აეროპორტები, მათი სადგურები, მათი ინფრასტრუქტურა მთლიანად უსწრებს შეერთებულ შტატებს აი თაობებით. და მაგალითად მე მახსოვს რობერტ კაპლანი ძალიან ცნობილი ამერიკელი მეცნიერი გეოპოლიტიკის დარგში ჩავიდა შეერთებულ შტატებში ამერიკელია და დიდ კონფერენციაზეა ჩასული და მიუსრო და ახლა მე ჩამოვედი 21-22 საუკუნიდან ჩამოვედი და დავხვდა აგერ
ძირითადად 50-იან წლებში თუ არის რამე აშენებული, თორემ მე ხო არაფერი არ ჩაუდვიათ ინფრასტრუქტურაში. ეხლა ხოლოდ აი ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში რაღაცები დაიწყეს. მანამდე არა. უკვე დაბრუნდიო წარსულშიო ამბობს ეს და ასე ყველაფერში. ჩვენ რომ აი ვიცით ამერიკა, ხომ ამერიკა და ამასობაში მოხდა ძირეული ძრები მსოფლიოში ძალის განაწილების ხრივ. და ნახეთ, საუდის არაბეთი არის ტრადიციული მოკავშირე ამერიკისა რეგიონში. ტრადიციული მოკავშირე და ტრამპმა პირველი ვადის დროს რო ჩავიდა და ხლებით რო იცეკვა გახსოვთ? დიახ. ხლები რო ხელში უჭირავს და არაბებთან შეეხებთან ერთად ცეკვავს. 107 მილიარდ დოლარიან კონტრაქტზე მოაწერინა ხელი მაშინ ტრამპმა იარაღის შეძენაზე შეერთებული შტატებით. საინტერესო. ასეთი რაღაცა. კატარმა 240 მილიარდი დოლარი დახარჯა მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მოსაწყობად. სულ სხვა მასშტაბებია. ახლა ვერ ხედავ და მთელი გუნდები ყავთ ნაყიდი ეგეც. და ასე შემდეგ. და ასე შეიცვალა ძალთა თანაფარდობა შეიცვალა. დღეს ევროპის არც ერთ სახელმწიფოს არ ყავს იოტისოდენა ბრძოლის უნარიანი არმია. და ამას წერენ მათი ექსპერტები, ფრანგები, საფრანგეთის ბრიტანელები წერენ კატასტროფას, რომელიც მოხდა ბრიტანეთში, როცა მობილიზაციაც კი შეუძლებელია. პოლონეთი და ფინეთი რაღაცა მინიმალურად, უბრალოდ პოლონეთზე ვერ იწევს, ეს არის სიმბოლური. შენე დანარჩენ არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს ეს. და ამიტომ ეს პანიკური შიში და საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი ეს ყველაფერი ამას უკავშირდება და ტრამპის მიდგომა არის ძალიან მარტივი. შენ თუ ხმას იღებ და განცხადებას აკეთებ. ეს. შენ გაქვს ძალა ამ განცხადებას შესაბამისი რამე რომ გააკეთო. თუ გაქვს გააკეთე, შემოდი, შენც იყავი მოთამაშე. მაგრამ თუ არა გაქვს უკაცრავად. ეს არის ზუსტად ბისმარკის მიდგომა. ძალიან ხშირად ასევე შეხვდა ციტირებენ სტალინს. რომელსაც პოლიტბიუროზე ომის შემდეგ იყო უკვე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო, რაღაც იყო აი რომის პაპის პოზიცია რაასასთან დაკავშირებით საერთაშორისო. ესე და სტალინის კითხვა, რომის პაპი რამდენი დივიზია ყავს? თუ ყველა გაჩვენდა, რომ ვატიკანის დივიზიები არ აქვს არც ერთი და არაფერი მსგავსი გარდა სიმბოლურია მცველების, შვეიცარიელების და ტრადიციულად. აი ესე. ანუ ეხლა არის მიდგომა ასეთი, რამდენი დივიზია ყავს? შენ დივიზიები არ ყავს, ხო უკაცრავად. მე შენთან სალაპარაკო პრაქტიკულად არ მაქვს. ნუ შეიძლება თქვა დაგადო ტარიფი თუ სულად მოიქცე. ესე იგი ეს უფრო ვისაც ყავს, ვისაც ძალავს, ის კარნა ახლა. მეორე, უნდა გავისვაისნოთ შეერთულ შტატებში არსებული ვითარება. სიტყვაზე გუშინ წინ პენტაგონისაც თქვა მეთაური, ანუ საბჭო უკაცრავად თავდაცვის დივანი, ჰექსეთი, რომელიც ჩავიდა ევროპაში ლაპარაკა და განაცხადა, რომ არასოდეს ამერიკელი ჯარისკაცები არასოდეს არ ჩავდნენ უკრაინაში, ხო? ეს გამორიცხულია. მეორე დღეს ვენსი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რატომაც არა? თუ საჭიროა ჯარისკაცებსაც გავაგზავნით უკრაინაში. ახლა რუსეთი თუ შეიძლება ჩრდილოეთ კორეის ჯარი იყოს, მაგრამ როგორ არის იცით, ადრე ეს შეუძლებელი იყო. თავდაცვის დივანმა, თავდაცვის მინისტრმა თქვას ერთი და იმ დღეს თუ არა მეორე დღეს ის რაც კი ახსენოს თავისი თავდაცვის დივანი ვიცე-პრეზიდენტმა, რომელსაც აბარია საგარეო ურთიერთობები, თქვას მეორე ეს და მე იტეხენ თავს, აბა როგორ იქნება უფრო გააგზავნიან თუ უფრო არ გააგზავნიან და ასე შემდეგ. ეხლა სხვანაირი დროა დამდგარი. კოორდინაციაც არ არის ესეთი. მე იბონ მასკი გამოვაკიდე სხვა სიტყვის. მაგრამ ძირითადი ტენდენცია იმისა, რომ მასკი შევიდა თავის ახალგაზრდა ჯგუფთან პენტაგონში. საუკეთესო ჰაკერებთან გახსნეს მთელი ეს კოდები და შევიდნენ ყველა ინფორმაციაში და ქაჩავენ. რაღაცა სასწაულ ხარჯებს, რომელიც არსად ნაჩვენები არ იყო. და აი ესეთი გარდაქმნის პროცესში ვარ. ამიტომ ერთი რამე კი ფაქტია, რა თქმა უნდა, რაც უნდა ხდებოდეს უკრაინაში, ეს აფხაზეთს არ ეხებოდა. ნამდვილად და მეორე. ბატონო პეტრე, აი ახლა აფხაზეთში ტარდება ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები. რას ნიშნავს, რა შეესწრით თქვენი საზრით? ის სხვადასხვა ბრძოლაა. ბრძოლა, მაგრამ იქ ოპოზიციის მხრიდანაც არიან, ესე გარედან რო შეხედო, ახლა არ მგონია მე რომ თვითონ ასეთი სიტუაცია იყოს, მაგრამ გარედან რო შეხედო, თითქოს კონკურენციაც არის.
მაგრამ იქ არის მოსკოვის ფავორიტი ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს, მაგრამ სხვებიც არიან, რომელსაც რამე შეუძლიათ ამ პრეზიდენტებმა შეცვალონ იქ დაუშვათ რამეს ისა აბსოლუტურად არაფერი. აბსოლუტურად. არსებითი არაფერი. იქ თავის რაღაცა ტექნიკური კომუნალური საკითხები თქვა, კი ბატონო, რამდენიც გინდა. მაგრამ აფხაზეთი ისე როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ცხინვალის რეგიონი იმართება პირდაპირ კრემლიდან. პირდაპირ. სოხუმში არის მოგეხსენებათ საელჩოში არიან შესაბამისად შროების სამსახურის რეზიდენტები. არავითარი პოლიტიკასთან მიახლოებული საკითხი არასოდეს არ გადაწყდება მათი ნების გარეშე და მათი კარნახის გარეშე. ეს დამთავრებული ამბავია. და მე ეს მომისმენია იმ აფხაზებისაგან, აი ნამდვილი აფხაზებისაგან, ვინც მე დარწმუნებული ვარ, რომ ესე იგი ეს იმართება ბუნებრივია ახლა ეს რუსეთიდან მართვა აფხაზებისთვის ეს არც ახალია, ეს ძველია და ყოველთვის ისინი იმათ ასე ვთქვათ ჭკუაზე და იმათ ნარატივზე დადიოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა სანამდე შეუძლია ასეთნაირად რუსეთმაც რატომ შეინახოს ბოლომდე ეს აფხაზეთი, აი მაგალითად ახლა უკვე შუქის პრობლემა გადაუწყვიტეს, ერთ დროს ძალიან მოუჭირეს ამაზე. მაგრამ ახლა მეორე საკითხი არის ყველაზე მთავარი საკითხი, მიწის პრივატიზაციის საკითხი, რომელიც რუსეთს ძალიან აინტერესებს, ხო? ეს კრემლის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლებათ, შედის და ჯერჯერობით არ უნდათ ხო ამ აფხაზების გაღიზიანება. თითქოს ახლა ასე გამოიკვეთება ამ შემთხვევაში ესე იგი მომენტი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ალბათ ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, იმ ახალ პრეზიდენტს ალბათ ამასაც მიაღებინებენ და ახლა თუკი რუსეთის მოქალაქეებს შეიძლება თუკი აფხაზეთში იმ მიწების ასე ვთქვათ პრივატიზაცია და მისი შესყიდვა, მაშინ ჩათვალეთ რომ ახლა პრინციპში რა აფხაზები ახლა სანახევროდ სოხუმს ვერ ავსებენ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი აფხაზი რომ იყო თავი დიდ პატარიანად. და ახლა იქ ცოტა შორის ისე იგი ოფიციალური სტატისტიკა ვიცით რამდენია 254,000 ცხოვრობს, აქედან 123,000 51% ცხოვრობს აფხაზი თითქოს. მაგრამ როგორც უკვე სხვა ინფორმაციებიც ჟღერდება, რომ თითქოს სომხობამ უკვე გადააჭარბა აფხაზთა რაოდენობა. გამიგიეს. ეს ამდენად მართალია და ამდენად სწორია, ეს უკვე ალბათ სტატისტიკოსებმა უფრო იციან. პლუს ამას ახლა ქართველების რაოდენობა გალის ხარჯზე 40-45,000 აღწევს როგორც ესეც ირკვევა. ახლა ფაქტობრივად ახლა რა გამოდის, რომ ასე იგი აფხაზები თვითონ არიან ძალიან უდიდეს უმცირესობაში ამ მხარეში და მათ ტერიტორიაზე და ამ დროს მათი ხსნა ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად ქართველის ინტერესებში, ქართველის კი არა, მათ ინტერესებში არის სწორედ მათი ხსნა, როდესაც ისინი საქართველოში რაღაცა გარკვეული სტატუსით შემოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვერ მივიდნენ აფხაზია, ვერ მივიდა იმ შეგნებამდე, რომ ქართველი მისთვის მეგობარია და მე მივიდეს რასიზმს. აი თქვა მივიდა მე არაფერი. ნერა ეს არის პირდაპირ რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორია, რომელიც იმართება შესაბამისი, ასე ვთქვათ, სარდლობით და ჩასულით რა. დაიხურა საკითხი. მაგრამ მეორე არის, იცით, როცა ითქვა პერსპექტივაზე ლაპარაკობთ და რაღაცაზე გადაგვაქვს ხოლმე ყურადღება. საქართველოს შეყვანილია კარგა ხნის წინათ, 10 და მეტი წლის წინათ გაეროს მიერ იმ 5 ეთნოსის თუ ერის სიაში, რომელიც გაქრება დედამიწის ზურგიდან დაახლოებით მაშინამდე 50 წელი, 40-50 წელი, ხო, წელი გასულია. და აი ამ 10 წლის დემოგრაფიულმა, ასე ვთქვათ, პროცესებმა ზუსტად დაადასტურეს ის გრაფიკები, რაც მაშინ იყო გაეროს მიერ მოცემული, მათ შორის ჩვენი შესანიშნავი აზგარდაცვლილი დემოგრაფი გიაწოლაძე და სხვები. და ეს არის შობადობა არ არის. შესაბამისად ესე იგი ერის სწრაფად ბერდება და სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას. მე შეგახსენებთ, რომ იმისათვის რომ ერი დარჩეს რაოდენობრივად ხალხი იმავე დონეზე რაც იყო, თქვა შევინარჩუნოთ მოსახლეობა, ხო? საჭიროა სულ ცოტა
2.2 ბავშვი ერთ ოჯახში. 2.2 ამით ესე განვითარება არ არის? კი, რას ნიშნავს ეს? ეს მარტივი წარმოებაა. 100 წყვილს უნდა ყავდეს ჯამში 220. ბავშვი. ვიღაცას 2, ვიღაცას 3, ვიღაცას შეიძლება 1, მაგრამ ჯამში ესე 220 ბავშვი უნდა გააჩინოს. გაცილებით ნაკლებია. ჩვენი ციფრი ამხრივ არის შუაგულ ევროპაში. აძე სიკვდილიანობა როგორია? სიკვდილიანობა სამწუხაროდ იზრდება. იმიტომ იზრდება, იმიტომ რომ საშუალო ასაკი ერისა ძალიან იზრდება. და შესაბამისად, ასე ვთქვათ, იზრდება სიკვდილიანობა და არაფერი არ შეძდა. ამბობენ ხოლმე, ეკონომიკური პირობები არ არის. ეკონომიკური პირობები რო იყოს, ხო გააჩენენ ბავშვებს. მთელი კაცობრიობის დღეს და მთელი ეს წლები გამოსვლი ბავშვებს ზუსტად საპირისპიროს. უკეთესი ეკონომიკური პირობები და შეღავათები ევროგაერთიანებაში არ არსებობს. ევროგაერთიანების მოსახლეობა მთლიანობაში აღებული ძალიან სწრაფად ბერდება და კვდება და შვილები არ აყავთ საერთოდ. საერთოდ არ აყავთ. ქარის ხშირად ქრის garaში გააჩნდება. ეს ვიცი სოფლიო ის არის სამწუხაროდ სოფლიო. სამხრეთი კორეა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდარი ქვეყანა სულ მოსახლეობის ანგარიშში სამხრეთი კორეა. 200 მილიარდზე მეტი ჩაყარეს ბოლოს წლებში სპეციალურ პროგრამებზე რომ გაეზარდა შობადობა. შედეგი 0. შედეგი 0. სამაგიეროდ სადმე საჰარას უფრო სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ნიგერიაში საერთო დონე როგორია. ხო ნიგერიაში დღეს 220 მილიონი ადამიანზე მეტი ცხოვრობს, მეტი ვიდრე რუსეთში. ერთ ნიგერიაში. ესეთი ცვლილებებია დედამიწის როლზე, მაგრამ ბატონო პეტრე, ახლა ერთ ცოტა სხვა იმაზე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დავჭა რამდენიმე წუთი, სადღაც 7-8 წუთი დავჭა და მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ თქვენ. როგორ ფიქრობთ? ანაკლი სპორტი. ანაკლი სპორტი არის, ეს არის ძალიან დიდი სტრატეგიული დანიშნულებით, რასთავია, ეს არის ძალიან დიდი ქვეყნების ინტერესებში შემოვალი ტრასის ერთ-ერთი მთავარი, ასე იგი დამაგვირგვინებელი ეტაპი და ახლა ანაკლი სპორტის მშენებლობა უკვე, ახლა იქ ტენდერის გამოცხადებულია, ყველაფერი გამოცხადებულია, ტენდერი უკვე მოგებულია ყველაფერი და მიდის ფაქტობრივად მისი მშენებლობა მიდის და 2029 წელს უკვე სადღაც 3-4 წელიწადში იქ უკვე დიდი გემებიც მოსალოდნელია შემოვიდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ანაკლი სპორტის ესეთი განვითარება, ანაკლი სპორტის წარმატება, ანაკლი სპორტის მთავარ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ არტერიად წარმოდგენა და მისი მთავარი არტერია ერთ-ერთი გახდება, ეს აფხაზეთზე რა გავლენას მოახდენს? აფხაზეთზე რთული საქმეა. ისე და ისე ვიზა საუბრობ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე, ვინც იქ არიან, შობადობა გაეზრდებათ ამით, რომ იარსებონ და არ იყვნენ აბსოლუტური უმცირესობა თავისი, ასე ვთქვათ, აფხაზეთში, რომელიც ასე თუ ისე ასოს აფხაზეთის საზღვრები. მაგრამ მე მინდა სხვა რაღაცა თქვა, რასაც ბევრმა არის. პომპეო რო ჩამოვიდა საბჭოთა დივანი ტრამპის პირველი ვადის დროს. მან ამაზრზენის სიტყვა წარმოთქვა სხვათა შორის. ამ ნაწილში. მან თქვა, ქართველებმა უნდა ააშენოთ ანაკლი სპორტი. ოღონდ ისე უნდა ააშენოთ, რომ არც ჩინეთი არ უნდა შემოუშვათ, არც რუსეთი. ესე მარტო ამერიკა უნდა იყოს აქ. ამერიკა რო იყოს, რა ჯობია თქვა. მე მაშინ ახლა თქვი, სატელევიზიო გამოსვლაში. პომპეოს რო ეთქვა, რომ შემოკარგება, მიღებულია ვაშინგტონში გადაწყვეტილება. ახლა უკვე 5 მილიარდის რამდენიმე დოლარი იქნება ჩადებული ჩვენი მხრიდან ინვესტიცია. უსაფრთხოება უკვე მოსკოვს მოველაპარაკეთ ამის დარდ მოგეკდება თქვენ, უსაფრთხო იქნება და არავინ არ შეუშლის ამ გემებს ხელს. და გარდა იმისა, თქვა ჩვენი ოპიკი, ეს არის უდიდესი დამსხმელი კომპანია, ფორჩი პატარა რაღაც დააზღვიეს, ხო? Overseas Privacy. ოპიკი აზღვევს ამ დიდ პროექტს, ამიტომ სხვა ინვესტორების წამოვლენ და ასე იქნება. მაგრამ შენ რო ამბობ, რომ მე კაპიკს არ დავდებ, მე არ შემოვალ ამერიკელი. მაგრამ თქვენ არ შემოუშვათ არც ჩინელი და არც რუსი. ეს არის მარაზმი. ეს არის მარაზმი. ხო ნახე. როინდა შენოც ეს ამერიკამ და ხდება.
ამ დროს დედამიწის ზურგზე იყო და არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რომ გამოეცხადებინა მე მზად ვარ ანგლიის სპორტში შევიდე და ასე ვთქვათ ტენდერში მივიღო მონაწილეობა და ავაშრა და ასე შემდეგ და რომელსაც მოსკოვი ხმასაც ვერ გასცემს უბატონოდ რასაც ქვია. ეს არის ჩინეთი. ჩინეთია. მთელი ის რომ ეხლა 3 წელიწადი იწურება რასაც პუტინი ომობს, ეს არის უწყვეტი ნაკადი დახმარებისა ჩინეთისაგან. მათ შორის რუსულ რაკეტებში რომ სულ ამერიკული წარმოების ჩიპებია. ამას ჩინელი ბიზნესმენები კერძო ჭალებში ხიდულობენ ამერიკისაგან, ესა და ამერიკიდან ხდება რუსეთში. მე ხდება რუსეთში და ასე შემდეგ და მე თქვა ვიღაცა თვითგვიქნებს თქვენგან არ უნდა გავიდეს არაფერი რუსეთში. სულ ამერიკული ნაწილები იქ რომელიც სად არის აქ სანქციები მაშინ? აბა სანქციები სად არის? აბინდო და სანქციო. მეორე მსოფლიო ომის დროს მოგეხსენებათ სამხრეთი ამერიკის ბიზნესმენების მეშვეობით ამერიკული იარაღი გადადიოდა ნაწილები. მე ჰიტლერთან ეს გამოხნებულია, ხო? ეხლა გაცილებით სხვა მასშტაბებით არის. როგორც კი ანუ სხვას ყველას ესმოდა რა რომ შემოვიდეს ანაკლიის სპორტში მშენებლობა დაიწყოს თქვენ ხომ ჩემზე კარგად უწყით ეხლა აქედან 30 კილომეტრში დგას და ტრასიდან ჩანან რუსები თავისი კალაშნიკოვები და ანაკლია ხო აი ბადეა და იქ არის ყველაფერი ჩანს სამხედროები ეს ხო პირდაპირ სამიზნე ხდება კი ესე დაგიყენებს აქ ერთ-ორ ხომალს რეიდზე მაშინა თუ მშენებლობის დროს ვინმე ინვესტორი შემოვა ანუ ცხადზე იყო ნებისმიერ სახათ მოაზროვნ ადამიანისთვის რომ ანაკლიის დაძვრა შეიძლება მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ ჩინეთი დათანხმდება ამას და ინტერესს გამოიშეს. ხო ნახეთ ჩინეთი რო შემოვიდა და რო გამოჩნდა ჩინეთი როგორც უკვე სახურავი და ხოლგა დაცვის ეგრევე ბელგიური ფირმა შემოვიდა. ბელგიელებს აღარ ეშენიათ. აღარ ეშენიათ ბელგიელებს. ფულის ჩადების იმიტომ რომ ორი საშუალება არსებობს, ესე იგი ჩინეთი და მე რუსეთი და რუსეთ ჩინეთი გაანეიტრალებს, ასე გამოდის. არა, რუსი გრასზე ლაპარაკი 2008 წელს აგვისტოში კი რუსები რომ შემოვიდნენ ყველგან. თუ სადმე ჩინური საწარმო იყო საქართველოში ახლოს არ მივიდნენ. საერთოდ ხელი არ ახლოს რაზე ლაპარაკი. რაზე ესე იგი საერთოდ პროპორციები ისეთია სად ჩინეთის ძალა დღეს 10-ჯერ მეტი მოსახლეობა. აჯერ და უფრო დიდი ეკონომიკა. სამხედრო ძალა განსაზღვრულად უფრო დიდი გარდა იმისა რომ დასაგრულია და ასე შემდეგ გარდა თერმობირთვული რაკეტებისა რა თქმა უნდა ესა და ასე შემდეგ რომ ეს შეიცვალა ყველაფერი. ამიტომ მე რომ ვეუბნებოდი უცხოელებს რომ აკრიტიკებთ საქართველოს ჩინეთის გამო სხვა ვინ ჩუმდები ყველა ჩუმდებოდა. აი მითხარით სხვა ვინ მეთქი ახალი ზელანდია კანადა მითხარით სახელმწიფო რომელიც შემოვიდოდა ანაკლიაში აი პირობებში როცა იქ არის პირდაპირ ჩინეთი შემოვიდა მარტო სხვა ვერც გაბედავდა ვერა სხვა ვერ გაბედავდა ყველასთვის ეს იქნებოდა აპრიორი დაკვარგული ფული თლიანად ანაკლია იმიტომ დაგიყენებს სამხედრო გემს უბრალოდ დემონსტრირებისთვის რომ ვერც გაენძრევი და ეს აფხაზეთზე მოახდენს გავლენას თავისთავად ცხადია რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას მე ვიცი რომ ახლა ბიტკოინების იმით არიან დაკავებული ძირითადად. ამასთან ციფრები იყო აფხაზეთი მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი დანარჩენი საქართველოს აღებული. სხვა არაფერი არ არის. ეს რა შეიძლება რაღაცა შეეხოს მათთან და ძალიან კარგი იქნება. მაგრამ მე ასეთ არ მინახავს გათვლა იმ თვირთების ნაკადისა რომელიც წამოვა ანაგლის გამო. ამბობენ რომ 600 მილიონი და 600 მილიონიც უნდა დამუშავდეს, მაგრამ ახლა 600 მილიონი კონტეინერი რო დამუშავდეს, მას ამხელა ინფრასტრუქტურა სჭირდება ბატონო პეტრე. ამიტომ მე ფრთხილი ვარ ესეთ პროგნოზებში. არა, ხა მე რასაკვირველია რა ჩვენ როგორ შეგვიძლია ახლა მაგაზე რამე ვთქვათ და ახლა არ ვიცი ახლა თუ ეს იქნება და ნუ რაღაცა რო იქნება ფაქტია, მაგრამ იმ გური პროექტია და სხვათა შორის ამას ინათხოვდა მე ბატონი დავით ქობალია. და ეს არის ზუსტად იმის ანაკლიის პორტის ის ჟურნალისტია და იმის საკითხებში არის ძალიან სერიოზულად ჩახედული და ჩართული. და მან მე ორი რუკა მაჩვენა. სოდაშეს ერთი რუკა რომელიც ახლა შენდება და მეორე რუკა რომელიც უნდა აღშენებულიყო. და იქ უკვე სულ განსხვავებულია ესენი ერთმანეთისაგან და
ნუ შემთხვევაში ახლა დაწყება შეიძლება და გაფართოება მე ყოველთვის შესაძლებელია და მე იმედი მაქვს რომ ეს როცა იქნება მაშინ უკვე ვებერთელა ქალაქი შენდება უკვე მთელი ინფრასტრუქტურები შენდება გზები რა ვიცი ეს ძალიან სერიოზულ პროგრესს გვაქვს ჩვენ საქმე და თავისთავად ცხადია აფხაზებიც და აფხაზეთიც ამ საკითხებში ძალიან დაინტერესებული იქნება დიდი მადლობა ბატონო პეტრე დიდი მადლობა ძირფასად მაყურებლებო რომ გვისმენდით ამდენი ხანი ბატონო პეტრე მართლა ჩვენ ცოტა არც ისე მსუბუქი საუბარი არ გამოგვივიდა იმ პრობლემებზე და იმ საკითხებზე რომელიც ჩვენ გვაწუხებს და საერთოდ ზოგადად აწუხებს აფხაზეთელ ხალხს და აფხაზეთს და მე დარწმუნებული ვარ ერთ რამაში რომ ეს არის სწორედ იმისეთი მიჯელობა რომელიც ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტ ბავშვებს მიგიყვანს და მიგიყვანს იქამდე რომ აფხაზები და ქართველები ერთად ვიქნებით და ერთად ვიცხოვრებთ ამ დაბოცილ მიწაზე. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემოყურებლებო